კარგი, ახლა სირიაზე გადავდივართ. შესაძლოა ისრაელი და სირია ცდილობენ უკან დახევას დაძაბულობის შემდეგ, რომელიც ისრაელის მიერ სირიის ავიაბაზაზე განხორციელებულმა დარტყმამ გამოიწვია. ჩვენი წყაროების მიხედვით ისრაელისა და სირიის მაღალი თანამდებობის პირები კვირას იორდანიაში ფარულად შეხვდნენ ერთმანეთს. მათ შორის სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შაიბანი და მოსადის ხელმძღვანელი რომან გოფმანი. ახლა ეს შეხვედრა როგორც იუწყებიან მიზნად ისახავდა დაძაბულობის შემცირებას და ახალი ესკალაციის თავიდან აცილებას. არც ერთი მხარე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ მოლაპარაკებები მიუთითებს იმაზე, რომ კულისებში როგორც ისრაელი, ასევე სირიის ახალი ხელმძღვანელობა შესაძლოა ეძებენ გზას, რათა ეს სიტუაცია არ გამწვავდეს. და ჩვენთან ერთად, რათა განვიხილოთ, რა ხდება კულისებში, უსაფრთხოების ანალიტიკოსი ჯონათან დრეგიტი გვერდება. ჯონათან, როგორც იცით, ეს საკმაოდ დიდი ამბავია, განსაკუთრებით იმის მოსმენა, რომ ახლა სირიის ხელმძღვანელობასა და ისრაელის ხელმძღვანელობას შორის კონტაქტი არსებობს. რას გვიჩვენებს ეს ამ მომენტში არსებული მდგომარეობის შესახებ? მე ვფიქრობ, ეს გვიჩვენებს, რომ ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი სირიელებს, სურთ რომ სიტუაცია დამშვიდდეს. სირია, რა თქმა უნდა, პრობლემურ მდგომარეობაშია, რადგან ის ჯერ კიდევ სუსტ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც ისრაელსა და მის ინტერესებს შორისაა ერთ მხარეს და თურქეთს შორის, რომელსაც თავის მხრივ საკუთარი ინტერესები აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისრაელი ამ შეხვედრაზე ცდილობს უთხრას სირიის რეჟიმს, რომ ჩვენ, ისრაელი, თქვენს წინააღმდეგ არ ვართ, მაგრამ არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომელსაც ვერ მივიღებთ, ეს იქნება თურქეთის სამხედრო დამკვიდრება თქვენს ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში ირანის გამაგრებაზე ვსაუბრობდით სირიაში, ეხლა უკვე თურქეთის გამაგრებაზე ვიწყებთ საუბარს. და ამჯერად ისრაელი მოლაპარაკებებისა და დისკუსიების გზით, არა სამხედრო გზით, ცდილობს ეს მესიჯი გადასცეს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთ კვირაზე ნაკლები ხნის წინ თქვა, რომ ისრაელმა იგივე მესიჯი გადასცა იმ ავიაბაზაზე თავდასხმამდე, რომელიც ხალებთან, იდლიბთან ახლოს მდებარეობს. ეს არ განხორციელდა. ამჯერად განხორციელდება? დება, მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ. ფიქრობ, სირიას სურს, რომ როგორც ისრაელი, ასევე თურქეთი რაც შეიძლება, შორს დარჩნი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ორი ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს. დიახ, მინდა ვისაუბრო სირიის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაზე თურქეთის მიმართ ამჟამად, განსაკუთრებით ისრაელთან შედარებით. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ბევრ შემთხვევაში სირიის მთავრობას არ სურს, რომ ამ ორ ძალას სირიაში ფეხი მოეკიდოს. მაგრამ იქნებ რომელიმე უფრო სასურველი პარტნიორია. მე მაინც ვფიქრობ, რომ თურქები მათი სასურველი პარტნიორები არიან. მოდი დავიხსენოთ, არ უნდა ველოდოთ, რომ სირიის რეჟიმი, სირიის პრეზიდენტი, ყოფილი ჯიჰადისტი მალე შეუერთდება სიონისტურ მოძრაობას. ეს არ მოხდება. ცხადია, არსებობს ბევრად უფრო მჭიდრო კონტაქტები და ყველაფერი ბევრად უფრო ახლოა თურქეთთან, ვიდრე ისრაელთან. ამის მიუხედავად, სირია აცნობიერებს მათი პრეზიდენტი ბაშარი აცნობიერებს, რომ სირიაში თურქეთის ნებისმიერი ჩარევა ისრაელსაც ჩართავს. როგორც ზუსტად ერთი კვირის წინ ნახეთ. ამიტომ მე ვფიქრობ, სირიელებს სურთ ყველამ სირიას თავი დაანებოს, მაგრამ როგორც ვიცით, ახლო აღმოსავლეთში ვაკუუმი არ არსებობს და თუ ერთი ძალა, ერთი ძლიერი ქვეყანა ტოვებს, მაშინ სხვა შემოდის მის ადგილას. პრეზიდენტ ბაშარს შეიძლება ბევრი რამ სურდეს სირიაში, მაგრამ რეალობა სხვა რამეს კარნახობს. და როგორც სხვა ბევრ საკითხზე ვთქვით, პასუხი იმაზე, რა მოხდება სინამდვილეში, ვაშინგტონშია, პრეზიდენტ ტრამპის ხელში, რომელიც ცდილობს სირიაში პროცესები დაძრას და პრეზიდენტთან მჭიდრო ურთიერთობა გქონდეს. ამავე დროს ის თურქეთისა და ისრაელის მოკავშირეა. კარგი, ჯონათან, მადლობა ანალიზისთვის, რომ შემოგვიერთდი. ეხლა გადავდივართ თურქეთზე. ისრაელი და თურქეთი შეიძლება ცდილობენ სირიაში საშიში სიტუაცია უფრო არ გამწვავდეს. ისრაელისა და თურქეთის ოფიციალური პირები გავრცელებული ინფორმაციით ფარულად დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ამის შესახებ იუწყება ისრაელური მედია საშუალება Kan, რომლებიც სავარაუდოდ მიზნად ისახავს პირდაპირ დაპირისპირების თავიდან აცილებას, რადგან ანკარა აფართოებს თავის სამხედრო ოფნას სირიაში. ეხლა ისრაელი აცხადებს, რომ არ სურს თურქეთი მტრად გადაიქცეს, თუმცა ამავდროულად მკაფიო წითელი ხაზი გაავლო. საჰაერო თავდაცვის სისტემებით აღჭურვილი თურქული ბაზებიც კატეგორიულად მიუღებელია. დრონები ან რაკეტები, რომლებიც ისრაელის მოქმედების თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის, კატეგორიულად მიუღებელია. შეძლებენ კი ეს ფარული არხები ორი რეგიონული ძალის შეჯახების თავიდან აცილებას. ეხლა ჩვენთან ერთადაა დემოკრატიის დაცვის ფონდის უფროსი მკვლევარი სინან ჯედი. იცით, პირველ რიგში, რამდენად მნიშვნელოვანად მიიჩნევთ იმას, რომ ისრაელი და თურქეთი ამჟამად ფარულ არხებს იყენებენ საუბრისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელმა სირიის ბაზაზე დარტყმა განახორციელა, სადაც მიიჩნეოდა, რომ თურქი დიპლომატები ან ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. სავამშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის.
დიახ, ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშკარად არსებობს ინტერესი თავიდან აიცილონ პირდაპირ შეიარაღებული კონფლიქტი ამ ორ სახელმწიფოს შორის. უბრალოდ იმიტომ, რომ იცით, ასე რომ მოხდეს, ეს კატასტროფული იქნება ორივე ქვეყნისთვის. მაგრამ ვფიქრობ, თქვენი ანალიზისა და თქვენი მონათხრობის მიხედვით, სანამ მე გამოვიდოდი, ვუყურებდი და ვფიქრობ, სწორია, რომ ისრაელმა დააწესა წითელი ხაზები. სირიაში არსებობდა კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმი თურქებისთვის. და თურქული ნარატივი, როგორც მე მეჩვენება ასეთია. ნახეთ, აქ ჩვენს ყოფნას მიესალმებიან. ასე რომ ჩვენ ვცდილობთ არსებითად სირიას მივცეთ საშუალება, სამხედრო შესაძლებლობები და პოტენციალი ხელახლა აღიდგინოს. მაგრამ ბერს ისრაელში, ისევ როგორც დასავლეთის უფრო ფართო სივრცეში, ვფიქრობ ეს ესმის როგორც ერდოღანის შესაძლებლობა გამოიყენოს სირიის სამხედრო ძალა ისრაელის დასასუსტებლად და მის დასაშინებლად. მოსაზრება, რომ თურქეთი მოწვეულია, სწორია, მაშინ როცა ისრაელი არა. მაგრამ ეს არ შეუშლია თურქეთს ხელი, რომ სირიის სამოქალაქო ომის დროს არაერთხელ შესულიყო სირიაში, მიუხედავად იმისა, რომ არც ის იყო მოწვეული. 2016-დან 2019 წლამდე ჩვენ ვიხილეთ 3 ძირითადი სამხედრო შეჭრა ან ინტერვენცია სირიაში. თურქეთის სამხედრო ოკუპაცია სირიაში, რომელიც დღესაც არსებობს, არასდროს ყოფილა ნებართვაზე დაფუძნებული. მოდით ესეც გვერდზე გადავდოთ. მაგრამ თურქები ნამდვილად ცეცხლთან თამაშობდნენ. და ეხლა როცა მიხვდნენ, რომ ისრაელები ამას აღარ მოითმენენ, ამ შემთხვევაში ვფიქრობ ისინი შეშფოთდნენ და ეხლა მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი მტრული ქმედებები. მართალია, იცით, ისრაელი ამბობს, რომ თურქეთის სამხედრო გამაგრება სირიაში, რა თქმა უნდა, საჰაერო თავდაცვა და განსაკუთრებით სხვა თანამედროვე სისტემები არის წითელი ხაზი, როგორც თქვენ ახლახან ახსენეთ. საბოლოოდ, კონკრეტულად რის აშენებას ან გაკეთებას სირიაში ეშინია იერუსალიმს, რომ თურქეთმა შეიძლება შეძლოს. რატომ არის ეს წითელი ხაზი? გულისხმობ ეს ძალიან კარგი კითხვა. ნახეთ, ვიტყოდი რომ ამას ცალკე არ უნდა შევხედოთ. რაც უნდა გავაცნობიეროთ არის ის, რომ თურქეთი ისრაელში 30-ზე მეტ საქველმოქმედო ორგანიზაციას მართავს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან ექსტრემისტულ ისლამისტურ დაჯგუფებებს, რომლებსაც ზიანის მოტანა სურთ. თურქეთის მუდმივი მხარდაჭერა ჰამასის მიმართ ეჭქვეშ არ დგას. თურქეთი არის მთავარი ოპერაციული ბაზა ჰამასის საქმიანობის კოორდინაციისთვის, როგორც ფინანსურად, ასევე ტერორისტული გეგმების დასაგეგმად ისრაელში. სირია თურქეთისთვის წარმოადგენს წინა ხაზს, სადაც ის აგროვებს ტრადიციულ და მძიმე შეიარაღებას მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბაზებზე, რომელთა განვითარებაც სურს. ისრაელის უსაფრთხოების შემდგომი შერღევის შესაძლებლობით. რადგან ამ ორ ქვეყანას, ისრაელსა და თურქეთს შორის, გეოსტრატეგიული კონკურენცია იზრდება ირანის რეგიონის გავლენის შემცირების ფონზე. საინტერესოა, იცით, წინ რომ გავიხედოთ, შეძლებენ თუ არა ეს ფარული არხები რეალურად კონფლიქტის თავიდან აცილებას. თუ ფიქრობთ, რომ ისრაელი და თურქეთი სირიის გამო რთული დაპირისპირებისკენ მიდიან? იმედია ესე იქნება. იმედია საღი აზრი გაიმარჯვებს. იმედია ერდოღანის მთავრობა გაიგებს, რომ ისრაელი არ შეეგუება სირიაში ესკალაციურ და მუქარის შემცველ სამხედრო გაძლიერებას. თითქოს ამით ამართლებენ, რომ სირიის სამხედრო ძალებს შესაძლებლობებს უძლიერებთო. ისრაელები ფაქტობრივად 7 ოქტომბრიდან მუდმივად უმაღლეს განგარჯზე არის. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ერდოღანის ზიზღი და აგრესია ისრაელის მიმართ ახალი მოვლენა არ არის. ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში არ დაგროვებულა. ეს არც ბოლო 5 ან 10 წლის განმავლობაში დაწყებულა. ერდოღანი მესიანისტურ გზას ადგას, რათა ფაქტობრივად დააგნინოს და დაასუსტოს ისრაელი. ამას მინიმუმ 2008 წლიდან ვაკვირდები. ყოველი გამოსვლა, ყოველი პოზიცია, ყოველი ინსტიტუციური ნაბიჯი, რომლითაც თურქეთი ისრაელის წინააღმდეგ დააყენა, ერდოღანს არასდროს ახრიდია. და როდესაც ისრაელები ფაქტობრივად აჩვენებენ, რომ ამის მოთმენა არ სურთ და სამხედრო მოქმედებებს ახორციელებენ სირიაში, საფრთხის შემცველი სამხედრო ძალების ზრდის წინააღმდეგ, მაშინ ერდოღანი ხელებს შლის და ამბობს, ისრაელებს ესკალაციისკენ აქვთ მისწრაფება ჩვენს წინააღმდეგ. მათ სურთ რეგიონზე ბატონობა. მე ვფიქრობ ეს ნარატივი ეჭქვეშ უნდა დადგეს. ვფიქრობ დასავლეთმა, განსაკუთრებით ვაშინგტონმა, უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ სწორედ ერდოღანია, ვინც აქ ესკალაციას ახდენს და ისრაელები იძულებულნი არიან უპასუხონ ამას. კარგი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან შემოერთებისთვის, დოქტორ ჯუდი, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრების მოსმენა ამ საკითხზე. ჩვენი შემდეგი ამბავი ძალიან დაკავშირებულია ამასთან. ტრამპის მაღალი რანგის წარმომადგენელი ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტს თავისი განცხადებებით ისრაელის პოზიციაზე რეგიონში. სწორედ ასე, აშშ-ის ელჩი თურქეთში და სირიასა და ერაყში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი თომ ბარაკი ამბობს, რომ ისრაელი ოკუპირებს გოლანის მაღლობებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას, რომელიც აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე.
და ეს ყველაფერი არ არის. იმავე ინტერვიუში ლიბანურ ავსტრალიელ პიროვნებასთან მარიონ ალფოსთან ის ასევე ამბობს, რომ ირანი და ჰეზბოლა უნდა იყვნენ ნებისმიერი სერიოზული შეთანხმების ნაწილი ლიბანში. და ის ვარაუდობს, რომ ისრაელმა შესაძლოა სცადა თურქეთის პროვოცირება სირიის ბაზაზე თავდასხმით. ამიტომ ვფიქრობ, კითხვა რა თქმა უნდა არის, რა დგას ამ კომენტარების უკან და რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ისინი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ რა გავლენა აქვს ტომ ბარაკს ამერიკის პოლიტიკაზე. ამ საკითხის გასარკვევად ჩვენთან ერთად არის ისრაელის ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში დანი აიალონი. დანი, მოდი გოლანის მაღლობებით დავიწყოთ, სანამ თურქეთის საკითხზე გადავიდოდეთ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით, რომ ტრამპის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვას, რომ ისრაელი ოკუპირებს ამ ტერიტორიას, მაშინ როცა აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა აღიარებს იქ ისრაელის სუვერენიტეტს? ნატაშა, ეს ძალიან უცნაურია. ძალიან იშვიათი და შეუფერებელია, როცა რომელიმე წარმომადგენელი, რომელიც თავის თავრობას წარმოადგენს, ეწინააღმდეგება იმავე მთავრობას, რომელსაც წარმოადგენს. ასე რომ ეს სრულიად აბსურდულია. სკანდალურია და ვფიქრობ, ვაშინგტონიდან უნდა მოხვეს საკვედური, რადგან ის აბუჩად იგდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკას და თავად პრეზიდენტის თანამდებობას და ის ემსახურება მის ნებას. სწორია, ბარაკიც ამბობს, რომ ირანი და ჰეზბოლა უნდა იყვნენ ლიბანში ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი. ფიქრობთ, რომ ეს რეალისტურია? და რას გეუბნებათ ეს ადმინისტრაციის მიდგომაზე ჰეზბოლასა და თეირანთან ურთიერთობისას? ცხადია იცით, რომ აღიარება, რომ ეს არსებითად როგორც ჩანს ამერიკელი ლიდერის პოზიციას გავს. ლიდერი ამბობს, რომ ამ სცენარში ირანის მოცილება ჩვენთვის შეუძლებელი იქნება. კარგი, შეერთებულ შტატებსა და ჰეზბოლას შორის მტრული ურთიერთობა. უნდა გვახსოვდეს, ნატაშა, ჰეზბოლამ 80-იანი წლების დასაწყისიდან ასობით ამერიკელი სამხედრო მოკლა. და ამერიკელი ოფიცრებიც დაატყვევა. და კიდევ ერთხელ, ჰეზბოლა მტერია. ის არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც, ის შეერთებული შტატების ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია. ასე რომ, რასაც ბარაკი ამბობს, კიდევ ერთხელ ძალიან უცნაურია, ესე ვიტყოდი. და ასევე ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებს, რომ ირანის გავლენა კვლავ გავრცელდეს ლიბანზე. მას შემდეგ, რაც ის მართლაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა ისრაელისა და ასევე შეერთებული შტატების მიერ ირანთან ომებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ ირანი კვლავ ლიბანში. და ბარაკის მხრიდან ამის თქმა ნიშნავს, რომ ამერიკის პოლიტიკას საკუთარი ელჩი თავადვე ფეხში ესვრის. რაც რა თქმა უნდა თურქეთის საკითხზე გადაგვიყვანს. მან მიანიშნა, რომ შესაძლოა ისრაელი ცდილობდა თურქეთი ჩაეთრია კონფრონტაციაში იმ დათქმით, რომელიც სირიის ავიაბაზაზე განხორციელდა, სადაც ისრაელი ფიქრობდა, რომ თურქი ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ. რამდენად სერიოზულად უნდა მიუდგეს ისრაელი ამ ბრალდებას და რას ამბობს ეს ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებსა, ისრაელსა და სირიას შორის ურთიერთობაზე? და რა თქმა უნდა თურქეთიც. ვგულისხმობ, აქ ძალიან ბევრი პარტნიორია და ჩვენთვის ჩანს, რომ ტრამპი ძალიან აქტიურად ცდილობს ისრაელსა და სირიას შორის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ესეთი ტიპის კომენტარმა შეიძლება ეს პროცესი დააზიანოს. კარგი, ნატაშა, როგორც შენ აღნიშნე, აქ ბევრი ფაქტორია ჩართული. ფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ვთქვათ, ელემენტი ან ღერძი ვაშინგტონსა და იერუსალიმს შორისაა. ეს არის საფუძველი, რაზეც უნდა გავაგრძელოთ და ავაშენოთ ჩვენი პოლიტიკა და ქმედებები. ასევე მჭიდრო კონსულტაციით შეერთებულ შტატებთან. საბოლოო ჯამში ჩვენ აქ საერთო ინტერესები გვაქვს, სტრატეგიული ინტერესები, უფრო მეტად ვიდრე შეერთებულ შტატებსა და თურქეთს, მაგალითად. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეს მე ვიტყოდი თითქმის ანომალია ძალიან ახლო ურთიერთობის ერდოღანსა და ტრამპს შორის, რასაც ვერ ვხსნი. მაგრამ როდესაც საქმე ქვეყნებს ეხება, ისრაელი უნდა იყოს ბევრად უფრო ახლოს შეერთებულ შტატებთან. ყოველთვის ბევრად უფრო ახლოს იქ. რაც შეეხება სირიას, სირია ამჟამად განხილვის საგანია. სამწუხაროდ, სირიას არ აქვს საკუთარი გავლენა, რომ განსაზღვროს თავისი მომავალი და ბედი. და თურქეთი იქვეა. ცდილობს სირიის ხელში ჩაგდებას. არა მხოლოდ ტერიტორიის თვალსაზრისით და სირიის ტერიტორიის 10% ოკუპირებულია თურქეთის მიერ, ეს არის ისკენდერუნის რეგიონი.
მხოლოდ ეს კი არა, თურქული ჯარები რამდენჯერმე შეიჭრნენ სირიაში, რათა დაედევნათ სირიის ქურთები და სხვები. ასე რომ და რა თქმა უნდა, სირიას არ აქვს ინტერესი იყოს თურქეთის მარიონეტი ან პროქსი. ისრაელი აქ ძალიან მტკიცედ აცხადებს, რომ სირია იქნება ნეიტრალური ტერიტორია. ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ, რომ თურქები ჩაანაცვლონ ირანელები, რომლებიც ასადის რეჟიმის დროს იყვნენ, რომლებიც თურქეთს აკონტროლებდნენ. და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე თურქული ჯარები ვიხილოთ. და ჩვენ დავწმუნდებით, რომ ეს არ მოხდება. და ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, დიპლომატიური გზები საჭიროა. და მე მჯერა რომ ეს შეიძლება დიპლომატიურად გადაწყდეს, რადგან არც ისრაელის და არც თურქეთის ინტერესში არ შედის დაპირისპირება. კარგი, ელჩოდენი აიალონ, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით.